რკინიგზის სადგურის დასახლებაში თანხმლებ პირებთან ერთად ხვდებოდა ამ მომრჩეველს, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილია მისი თანხმლები 2 ადამიანი, ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მედიას განუცხადა, რომ გორში 2 პირის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის იდენტიფიცირება მომხდარია და მათ დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 2 მუხლით არის დაწყებული გამოძიება 117 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 236 მუხლით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარება. ირაკლი ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ის პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის. მისი გვარი ბოლო პერიოდში ფიგურირებდა რუსთავი 2-ის საქმეში. ოქრუაშვილმა გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლითაც დოკუმენტის ფლობელი, ანუ თავად ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ხალვაში ნომინალური ფიგურა იყო ამ დავაში. ამ განცხადების და ამ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი იყო ინგა გრიგოლიას დღის ამბების სტუმარი, სადაც ის საუბრობდა კახი კალაძეზე და ამბობდა, რომ 3 წელია კალაძე მასთან ურთიერთობაში ყველა გზაზე ჩასაფრებულია და ფეხის დამდების პოზიციიდან ებრძვის. ამის შემდეგ უკვე კახი კალაძემ გააკეთა კომენტარი, რომ ზიდანი, რონალდო და რონალდინიოც ამბობდნენ, რომ კალაძე ფეხს მიდებსო. ამ წუთებში ჩვენი ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილი გორში მის პარტიულ ოფისში მართავს პრესკონფერენციას და როგორც კი შესაძლებელი იქნება ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ჩავთავთ და გავესაუბრებით თუ კონკრეტულად რა მოხდა, რატომ მოხდა და რა განცხადება აქვს მას გასაკეთებელი ამ მომრჩევლისთვის და საზოგადოებისთვის. ახლა კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ გიამბობთ. გვიან ღამით ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდნეთში ქართული ოცნების აქტივისტებს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა ისინი სოფელში სააგიტაციო მასალას აგროვებდნენ, არიგებდნენ. ნაცემია 3 ახალგაზრდა, მათ შორის 19 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქართული ოცნება მომხდარში ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროს პაპუნა კუკავასა და პარტიის სხვა მხარდამჭერებს ადანაშაულებს. მომხდარ ფაქტს პროვოკაციად აფასებს